შუა დღემშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ და განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ ახლა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ყველა ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას შევერთებით. ყველა ის სიმდიდრე, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარეობს, ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და რა თქმა უნდა ის სიმდიდრეებიც, რომელიც საქართველოში გვაქვს. საქმე იმაშია, რომ 7-დან 25 დეკემბრის ჩათვლით TBC გალერეაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ღალიის ქართული მონასტრის არტეფაქტები, რომელიც იქნება წარმოდგენილი კვიპროსზე მდებარეობს ეს მონასტერი, რომელსაც შეუტარდა არქეოლოგიური კვლევა და სარესტავრაციო სამუშაოები, რასთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა ჩვენი სტუმრები მოგვაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას. აუცილებლად წარმოადგენ ნიკა ანთიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი და გიორგი გაგოშიძე, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა. გამაგარე რომ ენა არ შეგეშობა, ისეთი რეგალიები ჩამოთვალე რომ მოგესალმებით, ძალიან გვიხარია რომ ჩვენი სტუმრები მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდით დავიწყოთ ისტორია. იდეაში დავიწყოთ იმით, რომ უმნიშვნელოვანესი თემა გვაქვს ახლა ჩვენ ეთერში რა. რაც არის საქართველოს სახე, საქართველოს ისტორია, ის რაც არასდროს არ შეწყდება და ყოველთვის ჩვენ გვასაზრდოებს იმ მშვენიერებით, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და ამაზე გვინდა ორი სიტყვა ლაპარაკი. პირველი დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის კვიპროსში ღალიის ქართველთა მონასტერი, ესეთი თქვა დასათაურება მიეცა. მე მოკლედ გეტყვით იმ მთელ პროცესებზე, რა პროცესებიც გავიარეთ და თუ რატო გადავწყვიტეთ ამ გამოფენის აქ ჩამოტანა და თვითონ ძეგლის მნიშვნელობაზე ბატონ გიორგის ცხოვრო დამეხმაროს. პირველი იცით რომ ესე იგი დაახლოებით 1991-ში აღმოაჩინეს ეს მონასტერი ბატონი ვახტანგ ჯობაძის მიერ იყო აღმოჩენილი. მას მერე გავიდა დიდი ხანი და 2006-ში დაიწყო მცირეოდენი არქეოლოგიური გათხრებით საქართველოს დაფინანსებით. ამას ხაზს უსვავ. რა თქმა უნდა ძალიან დიდი დამსახურებაა კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის და კონკრეტულად ძეგლთა დაცვის სიძველესა და დაცვის დეპარტამენტის, რათა ხელს გვიწყობდა ნებართვიდან დაწყებული ყველა იმ პროცედურებში, იმიტომ რომ იცით რომ ევროკავშირის ქვეყანა არის და ესეთი ადვილი არის. ფინანსური დახმარება თუ მათი ფინანსური უფრო მოქმედებები იყო, რაც ფინანსურშიც აისახება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თვითონ არქეოლოგიური გათხრებით ძალიანაც სახელმწიფოს მიერ იყო დაფინანსებული და ასევე იმ პერიოდში ფონდი ქართულს გარკვეული სახსრებიც გამოიყო დაახლოებით 2007-2008 წელს, როდესაც ფონდი ქართულსგანაც იყო დაფინანსებული გათხრები. 2011-ში დასრულდა არქეოლოგია და მოხდა მისი კონსერვაცია, გამოვლენილი გაითხარა ორი ეკლესია, ეს არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. დასრულდა მათი კონსერვაცია და 2013-დან დაიწყო ის ფართომასშტაბიანი სამუშაოები, რომელსაც ქვია კონსერვაციის ის გადახურვა, რაც ორივე ეკლესიაზე განხორციელდა. წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის. წმინდა ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზის. აქაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ფონდმა ქართულმა, საკმაოდ სოლიდური თანხა გაიღო და ასევე პრემიერის პირადი ინიციატივით გამოიყო სარეზერვო ფონდიდანაც თანხა, რითიც ჩვენ ასე ვთქვათ დავამთავრეთ ღალიის ქართველთა მონასტრის შესწავლა კონსერვაცია. წელსვე განხორციელდა 2015-ში ინვენტარიზაცია თუ რა ქართული კვალი არსებობს კიდევ კვიპროსში და საბედნიეროდ დადასტურდა პირველად ინფორმაციით, რომ ქალაქ ლარნაკასთან ასევე ბატონი ვახტანგის ასე ვთქვათ გადმოცემით, ჯობაძის გადმოცემით, რომ იყო რაღაც კიდე ქართული კვალი და მივაგენით ამ ქართულ კვალს, რომელსაც ვფიქრობთ უკვე მოლაპარაკება ბატონ მიხეილს ჰქონდა ეხლა ჩამოსულ სტუმრებთან, მიხეილ გიორგაძეზე მაქვს საუბარი და მივახციეთ შეთანხმებას, რომ 2016-ში ისევ ვაგრძელებთ კვიპროსში ოღონდ სხვა მონასტერში. ანუ ბევრი რაღაც გვაქვს კიდე გამოძებელია. ძალიან მინდა თქვენი აზრი თვითონ ძეგლის მნიშვნელობაზე, რომ და ისტორიაც. კი ბატონო. ნუ ეს ერთ-ერთი ისეთი ძეგლია, ეს საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული ძეგლი, რომელიც ქართლის ცხოვრებაში იხსენება, არ არის ესეთი ბევრი. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან უშუალოდ ღალი არ იხსენება, მაგრამ დავით აღმაშენებელმა რომ გაიღო დიდი ფინანსური დახმარება კვიპროსისთვის, რათა იქ ქართული სიძველეები აღედგინა. და თამარ მეფის ერთ-ერთი ისტორიკოსთან პირდაპირ საუბარია უკვე ღალიის მონასტერზე. ასე რომ ძალიან ცნობილი მონასტერი იყო. ეხლა აი ამ არქეოლოგიური კვლევებით რა დადგინდა, რომ
თვითონ მონასტერი დაარსებული არის მე-10 საუკუნის 60-70-იან წლებში დავით კურაპალატის მიერ, დავით მესამე კურაპალატის მიერ. დავით კურაპალატი იყო სწორედ ის მეფე, რომელიც ძალიან აქტიურად გადის საქართველოს საზღვრებს გარეთ. მის დროს არის დაარსებული ათონის ლავრა, მის დროს არის ანტიოქიაში ბევრი სამონასტრო ცენტრები და აი კვიპროსიც ღალიათ პერიოდია საქართველოს მისიოლოგიური ძალიან აქტიურობს საზღვრებს მიღმა. და როგორც ჩანს ღალის მონასტერი, როგორც ჩანს კი ნამდვილად ვიცით რომ დაარსებისთანავე სამწიგნობრო და კულტურის ძალიან დიდ ცენტრად გარდაიქცა. იმიტომ რომ აი ერთ-ერთი წინამძღვარი მაგალითად მე-12-მე-13 საუკუნის მიჯნაზე იყო ემე იოანე მწიგნობარი, პირდაპირ მის ზედწოდებაში ამ მწიგნობრობასთან დაკავშირებული სახელია და ასევე ამას გარკვეულწილად ადასტურებს ისიც რომ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა სამელნის ფრაგმენტი, რაც ერთხელ კიდევ იმაზე მეტყველებს რომ აქ წერა-კითხვის ახლოს რაც მინდა ხაზი გავუსვა თქვენი აზრით მაინტერესებს. აი უფლისნებით არ მოხდა ის როგორც მოხდა იერუსალიმში წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩვენი შოთა რუსთაველის ხატის შენაცვლა ფრესკის ჯვრის მონასტერში. ჯვრის მონასტერში უბრალოდ მაპატიც შემიშალა და ესეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს მე მგონია რა სრულიად სამართლმადიდებლო სამყაროში. ამიშულობა ქართულია თუ ბერძნული ღმერთთან და კავშირში ემოსხული მნიშვნელობა არ აქვს და აი კვიპროსელები აი კარგი ის არის შენიშვნა კვიპროსელები აი განსაკუთრებით კეთილგანწყობილები ქართველების მიმართ. თავარია. დიახ და ეს ისტორიულადაც ასეა, იმიტომ რომ აი მე-18 საუკუნეში მათ ერთ-ერთ თავარ მონასტერს, კიკოს მონასტერს გაუჩნდა დიდი ხანძარი და შემდეგ ეს ბერები დადიოდნენ აი ამ თანხების მოსაგროვებლად და საქართველოში ჩამოვიდნენ და აი ერეკლე მეფემ ძალიან დიდი შენაწირები გააგზავნა. მერე სოლომონმაც იმერეთის მეფემ მეტოქიონის კი გაუჩინეს საქართველოში აი ვარძია ხარაგაულში ვარძია ის ვარძის ეკლესია არის კიკოს მონასტრის მეტოქიონი იყო ასე რომ კვიპროსელებს ძალიან შეუწყეს ქართველებმა ხელი და აი ეს რაღაცა დღესაც მოყვება ეს ასე ვთქვათ აი ურთიერთობის თქვენ რა ნახოთ ბოდიში ბატონ გიორგი თქვენ რა ნახოთ უწმინდესი რო ჩავიდა იქ რა დახვედრა იყო მთელი ერი ფეხზე იდგა იმიტომ რომ არ არის დიდი ერი არ არის დიდი ქვეყანა მართლა ესე იგი დიდი ერი როგორ არის დიდი ერი ნაწილია დიდი მრავალრიცხოვანი მინდოდა მეთქვა ერთ ცენტრში რო დადგემთ ყველაზე მაღალ ადგილზე 4-ვე მხარეს ხედავ ზღვას 4-ვე იმიტომ რომ ესეთი პატარა ქვეყანა და იცით რომ თან ოკუპირებული ნაწილი აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები უნდათ და მართლა ყველაფერში მოყვებიან და მე უბრალოდ დავამატებდი ღალის მონასტერზე ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, როდესაც არ არის ისეთი ბუნებით არ გამოირჩევა კვიპროსი, ძალიან ის ლამაზი ბუნებით არ გამოირჩევა, თაგორიანია, მაგრამ ესე ვთქვათ, სცენარიო საფარი ნაწილი არა, როგორც კი შედიხარ აი იმ ხეობაში, სადაც პაფოსიდან და პოლისის ქალაქიდან მიდიხარ, სადაც უნდა მიმოხვდე ღალიაში, გეგონებათ ბორჯომის ხეობაში შედიხართ. ერთადერთი ადგილი, სადაც მართლა ლამაზი საქართველოს ბუნებად შეცვალა. აი იქ არის ასე ვთქვათ წარმოდგენილი ყველაფერი და ჩვენი გამოფენაზე მინდა ახლა ორი სიტყვით გითხრათ რატო გადავწყვიტეთ ამ გამოფენის ჩამოტანა. პირველი იქ რო მიდიხარ აუცილებლად განწყობა გეუფლება იმისა რომ გინდა ეს ყველაფერი გაუზიარო შენ თანამოქალაქეებს საზოგადოების წევრს და იმდენად დიდი ამის სურვილი რომ ახლა კვიპროსში ჩასვლა ადვილი არ არის დღევანდელი ასე ვთქვათ ცხოვრებიდან გამომდინარე და გვინდოდა რომ ეს პატარა კერა ჩვენ თვითონვე წარმოგვიდგინა ეს არ არის მარტო გამოფენა იქ არის ამსახველი მთელი ის პროცესები რაც იქ ხდებოდა და სხვათა შორის აი ამ არტეფაქტების რესტავრაცია განახორციელა კვიპროსის მხარემ თავის არაჩვეულებრივ ლაბორატორიაში ანუ ძალიან ჰარმონიულად მუშაობთ კვიპროსში ბატონო შემდგომ სად ინაცვლებს ჩვენი იცით რა არის ჩვენ TBC ბანკს მადლობა მინდა უთხრა რომ იმიტომ რომ გამოგვიყო ადგილი ასევე დაგვეხვარნენ შესაბამისი ფლაიერების და გამოცემების გამოცემაში და დაბეჭდაში და იმიტომ გადავწყვიტეთ რომ განთავსებულიყო TBC ბანკში რომ ზოგადად საზოგადოებას ვანახოთ რომ ბიზნესი და კულტურული მემკვიდრეობა ეს უნდა თანაცხოვრობდნენ ძალიან იდეალურად 25-ის მერე იწყება ამის შეფუთვა და უბრუნდება
თავის ქვეყანას, იმიტომ რომ ეს ძალიან კაცად რეგულირებადი თემა არის. იანვრის დასაწყისში გაემგზავრება ისევ კვიპროსში. მაგრამ მე ვფიქრობ ეს ის მართვალია ამის ვინც ამას ნახავს და სარგებლო შემთხვევიდან მოუწოდებ ყველას რომ ნახოს, ვინც ამას ნახავს, ეს ის მართვალია რომ მოგივდეს აუცილებლად იქ ჩასვლა. ეს არის იცით რა არის ამის სახელ ვერ დავადგინე. ეს წმინდა მოწამეა ნამდვილად. წმინდა გიორგის უფრო მეტი ხუჭუჭი თმა უნდა ქონდეს თან ყურებზე მოთავს ხოლმე. ეს არის წმინდა მოწამე ხელში უჭირავს. ჯვარი რაც ნიშნავს რომ წმინდა მოწამე. ეს არის ერთ-ერთი ესე იგი ამინდა გითხრათ რომ ეს ღვთისმშობლის ეკლესია იყო მთლიანად მოხატული. ძალიან მაღალი დონის მხატვრობაა. მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში მოიხატა და მე როგორც ჩანს დავით აღმაშენებლის დროს მე-12 საუკუნის დასაწყისში კიდევ განახლდა ეს მხატვრობა. აი უმაღლესი დონის მხატვრობაა. რაზეც გული მწყდება სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ მართლმადიდებლური ერი გახდა ჩვენი მოკავშირე, ჩვენი ფრესკები რუსებმა გადაღებეს თეთრად სამწუხაროდ ჩვენი ეკლესიები. იყო ძალიან ბევრი შემთხვევა სამწუხაროდ. და ეს არქეოლოგიური გათხრების დროს არის აღმოჩენილი ეს ფრაგმენტები და მე მინდა გითხრათ აი ბატონ ნიკოლოზის სიტყვას გავაგრძელებ. აი ეს ღალის მონასტერი მდებარეობს პაფოსის მხარეში და ერთ პატარა ქალაქი ემეზობლება პოლისი ქვია, ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. და პატარა ქალაქი აი არ ვიცი მე საქართველოში რომელ ქალაქს შევადარო. ძალიან პატარა ქალაქია. ხო, აი სიღნაღივით. და აქვს ერთი პატარა მუზეუმი, მაგრამ ძალიან დიდარი, ანტიკური ხანი, ძალიან დიდარია და ამ ჩვენი გათხრების შედეგად ძალიან გამდიდრდა შუა საუკუნეების მასალა. ძალიან გამდიდრდა შუა საუკუნეების მასალა და აპირებენ რომ დაამატონ რაღაც სივრცეები რომ შესანიშნავია ერთი ადგილი მოჭიქული ჭურჭელი სხვადასხვანაირი მასალა აქ არის ფრესკები არის აღმოჩენილი კერამიკა უამრავია მოჭიქული ჭურჭელი ძალიან ლამაზი და ძალიან მრავალფეროვანი ძვლის ლითონის მასალა რა ვიცი ყველაფერი ჯვრები როგორ იყვნენ ჩართულები ადგილობრივი ბატონ გიორგი ადგილობრივი ქართველები ვინც იქ ცხოვრობენ არ ვიცი ვერ აგიხსენებთ უხელფასო თუ ყველაფროდ მოდიოდნენ და თავისივე ხარჯებით ყველანაირ ასე ვთქვათ ზომას ხმარობდნენ რომ მიხმარებოდნენ არქეოლოგიურ ექსპედიციას და იქ არის დღეს მოღვაწე ერთ-ერთი ბიზნესმენი ბატონი დავით თუმანიშვილი რომელსაც დიდ მადლობას ვეთქვით რომ ერთი დღე არ მოშორებია არც ერთ სამუშაო ჯგუფს და არ ვიცი ყველა ნიუანსიდან დაწყებული ისედგა გვერდში ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქაც გრძნობდით როგორ საქართველოში ვიყავ. რა თქმა უნდა და აუცილებლად ვინც ჩვენს მაყურებელს გავახსენო რა თქმა უნდა ჩვენთან 7 იანვარს არის შობა მაგრამ 25 დეკემბერზე ქრისტე იშვიათობეთნებსა და ზუსტად 25 დეკემბერს დასრულდება ეს გამოფენა და მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს და აუცილებლად მივიდნენ და ნახოს. თვითონ სიტყვა ღალია ქართული წარმოშობის არის და ნიშნავს ღელეს. ხო, არის ესეთი მოსაზრებაც რომ აი ღელესთან და მეგრული შესატყვისიდან ღალია. არის ესეთი მოსაზრება და მე მინდა დავამატო რომ აი ამ ეკლესიის გვერდზე, მონასტრის გვერდზე მოედინება კარგი მდინარე, პატარა მდინარე, რომელიც არ შრება მთელი წლის განმავლობაში. საერთოდ კვიპროსში ასე რომ მდინარეები შრება ხოლმე როგორც ისი გაზაფხულამდე. ხო, გაზაფხულამდე ხო, მეორე გაზაფხულამდე შრება. და ეს მუდმივად მოედინება. ანუ ქართველებმა შეიძინეს თვითონ ეს ადგილი თავის დროზე მე-10 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იყო, იმიტომ რომ მათ ფაქტიურად წყნარი წყლის რაღაცა დიდი მარაგი ჰქონდათ, მაგრამ დავით აღმაშენებლის დროს ამ მონასტერში გამოიყვანეს ძალიან შორიდან წყალსადენი თიხის მილებით წყალი და მე გააკეთეს იქ დიდი ცისტერნა 10 მეტრია სიგრძეში და 6 მეტრი სიღრმე ძალიან დიდი მარაგი ჰქონდა წყლის ისეთ კარგად მოწყობილია ეს ცისტერნა იქ წყალი რომ აივსებოდა წაზრის გვერდზეა და წყაროც იყო წაზრის გვერდზე ანუ გამოლელ შეეძლო დაელიათ რომ გაივსებოდა ეს ცისტერნა მე აი ტრაპებით გადმოდიოდა და გადიოდა სახნავსათეს წისქვილი ჰქონდათ ქვემოთ წისქვილი ჰქონდათ დიახ ხო ქართულ ენას ხო აქვს ღელე ღალია გესმის ახლოს არის ორი სიტყვა ერთმანეთთან რუსელები ჰალიას ეძახიან არქიტექტურაც თვითონ ამბობს ხო რომ არ არის იქაური ცხოვრებლების მიერ დაპროექტებული მაგრამ თვითონ ტექნიკა შესრულების უკვე იქაური მუშების არის მართალი ესა აი არქიტექტურული თვალსაზრისით ეხლა მე ძალიან ტერმინებში არ მინდა გადავიჭრა, მაგრამ ეს არის ტრიკონქის ტიპის, აი სამი აბსიდია დიახ და ეს არ არის ეს არის ერთადერთი ამ გეგმარების ეკლესია მთელს კვიპროსზე და საქართველოში ძალიან ბევრია ამდაგვარი ეკლესიები, განსაკუთრებით ტაო-კლარჯეთში, იმ ადგილას, სადაც სწორედ დავით ყურაბაძე. სწორედ ამიტომ უსვამს ხალხს რომ ეს ქართულია. მაგრამ სამშენებლო თვალსაზრისით
აი სამთელში მშენებლო ტექნიკით ადგილობრივია. ანუ გეგმა სავარაუდოდ ჩაიტანეს აქედან როგორი უნდა ყოფილიყო? მოთხოვნა იყო აი ამ გეგმით ავაშენოთ შეასრულეს. რამე თქვა მე დარწმუნებული ვარ რომ არაერთი კიდე მომენტი ექნება საქართველოს თუცა ჩვენ აღმოვაჩენთ ჩვენ ძველ ეკლესიებს დარწმუნებული ვარ და ამით გამდეძდება არ მხოლოდ სრულად საქართველოს თემი მსოფლიო იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ის ქვეყანა რომელიც შუქნით სიმდიდრეებს თელ სოფელს ეს დავამატებ რომ ესეთი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დარგს საზოგადოებრივ არ გააჩნია და თან ყველაზე მნიშვნელოვანი ის რომ ჩვენ ამითი არ ამოშემოვიფარგეთ და ვაგრძელებთ და ეს გაგრძელება 2016-დან გრძელდება 2016-დან გრძელდება არქეოლოგიური გათხრები უკვე ოღონდ ქალაქ ლარნაკასთან ახლოს ახალ ამიტომ ელოდეთ ჩვენს ეს ახალ აღმოჩენებს მოგიყვებით ჩვენი ეთერიდან დიდი მადლობა მაყურებელს შევახსენოთ რომ 7-დან 25 დეკემბრის ჩათვლით შეგიძლიათ რომ ეწვიოთ ფიფის გალერეას და თქვენი თვალით შეეხოთ იმის ნაწილს, რაზეც ვსაუბრობთ. დაუბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ.